გორითის საბავშვო ბაღში 2 ახალი ჯგუფი გაიხსნა. რომელი ჯგუფია უფრო კარგი? არბები არ შეიძლება. არა, არ შეიძლება. გაზი თუ არ არის. ხარაგაულის რაიონის სოფელ გორითში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენი ბაღი ფუნქციონირებდა ჩვენ ბაღში მხოლოდ ერთი ჯგუფი შერეული. იყო ეს 20 აღსაზრდელზე, 20-დან 30-მდე. ახლა სით არიან ამ წუთში 27, მაგრამ ეს არის შერეული ჯგუფი. ეხლა დაემატა 2 ჯგუფი. ეს არის გათვლილი 80 აღსაზრდელზე. არის უფრო მეტი მსურველები, მაგრამ მაღალმთიანობის გამო, აი როგორც მოგეხსენებათ, ხარაგაული არის მაღალმთიანი ზონა და ამიტომ ვერ მოდიან. არ არის იმის საშუალება, რომ ბავშვმა იაროს, მაგრამ ახლა ამ წუთში დევს 50 განცხადება და 27 აღსაზრდელი ამ წუთში სახეზია. ჩვენ გეგმავთ დამატებით სხვა არსებული ბაღების შიგა სარემონტო სამუშაოებს, რომელიც განხორციელდება როგორც მუნიციპალური ბიუჯეტიდან, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამებიდან, სადაც სოფელმა თვითონ გადაწყვიტა, რომ ბაღის შენობებს გარკვეულწილად, სადაც ამის აუცილებლობაა, გარკვეული სამუშაოები ჩაუტარდეთ. აქამდე არ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი პატარა 3 წელზე მეტი სარი მიუხედავად იმისა, არ მომეცა ამის საშუალება, რომ მოგვეყანა. დღეს მოვედით, ძალიან კმაყოფილები ვართ, დავხვდა ყველაფერი ევროპული სტანდარტების, კომფორტული და ძალიან გვიხარია და მადლობა ამისთვის. 21 საუკუნეში ბავშვი, რომელიც თქვათ ვერ მიიღებს სკოლამდელ აღზრდას, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რამეს არის მოკლებული. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ხარაგაულში ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ამ თვით და ეს არის ალბათ ნამდვილად ის საკითხი, რომელითაც ჩვენ შეიძლება ითქვას თავის მოწონება შეგვიძლია. უახლოეს მომავალში იგეგმება 2 ახალი ბაღის გახსნა, ეს არის ხიდრის ბაღი და მეორე არის ზვარის საბავშვო ბაღი. ბაღი იქნება შერეული ასაკზე გათვლილი 25 ბავშვზე. დაახლოებით ალბათ აპრილის ბოლოს გაიხსნება ხიდარი და შემდგომ მომავალ თვეში გაიხსნება ზვარეც.